დღეს მინდა განვიხილო ნაცვალსახელები მუნ და მა. ქართულად რო ვთარგმნოთ, ორივე ნიშნავს ჩემი. ეხლა განვიხილავ მე, როდის გამოვიყენოთ მუნ და როდის გამოვიყენოთ მა. მუნ გამოიყენება მამრობითი სქესის არსებით სახელებთან. მაგალითად, ანშიან ძაღლი არის მამრობითი სქესის და თუ გინდა ვთქვათ, რომ ჩემი ძაღლი, მაშინ ვიტყვით მუნშიან. მა გამოიყენება მდედრობითი სქესის არსებით სახელებთან. მაგალითად, une maison არის მდედრობითი სქესის სახლი და თუ გვინდა ჩვენ ვთქვათ ჩემი სახლი, მაშინ ვიტყვით ma maison, ჩემი სახლი. მაგრამ აქ ცოტა სიფრთხილე გვმართებს, იმიტომ რომ თუ მდედრობითი სქესის არსებითი სახელები იწყებიან ხმოვნებზე, იმის მაგივრად რომ გამოვიყენოთ მდედრობითი სქესის კუთვნილებითი ნაცვალსახელი მა, ჩვენ ვიყენებთ მამრობითი სქესის ნაცვალსახელ მონს. ანუ რა გამოვიდა, თუ მდედრობითი სქესის არსებითი სახელები იწყებიან ხმოვნებით, ვიყენებთ მამრობითი სქესის ნაცვალსახელს. მაგალითად, une école, სკოლა არის მდედრობითი სქესის, მაგრამ რადგან სკოლა იწყება ხმოვნით, თუ გვინდა ვთქვათ ჩემი სკოლა, მა ეკოლს ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ორი ხმოვანი ერთად ხვდება და ზოგადად ფრანგებს არ უყვართ ორი ხმოვანი ერთად. ერთ-ერთი ამ დროს უნდა შეიკვეცოს. ამ შემთხვევაში ვერც ერთი ვერ შეიკვეცება, ამიტომ მონ ეკოლ უფრო სწორი გამოვაო და გამოიყენეთო მამრობითი სქესის კუთვნილებითი ნაცვალსახელიო. აი ესეთი უცნაურები არიან ფრანგები. იმედი მაქვს გამოგადგება ეს ვიდეო. დროებით!